ლობსეკი 2015 ეს არის უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ფორუმი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც არის წარმოდგენილი უმაღლესი და მაღალი დონის თანამდებობის პირები, წამყვანი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და შესაბამისად ის რომ ქვეყანა იყოს წარმოდგენილი ესოდენ მაღალ დონეზე არის ძალზე მნიშვნელოვანი. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობას და მის გამოსვლას ერთ-ერთ უსერიოზულ ეს პანელზე ამ ფორუმისა ნამდვილად ძალზე მნიშვნელოვანია. ამასთან ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარალელურად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი, სადაც ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს მოეცემათ საშუალება უშუალოდ დაეკონტაქტონ ერთმანეთს, განიხილონ ის ეკონომიკური და ბიზნეს შესაძლებლობები, რომელიც არსებობს ორივე ქვეყანაში და დაამყარონ თანამშრომლობა. უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე ქვეყნის დელეგაცია იმყოფება დღეს გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, თუმცა მხოლოდ საქართველოს მიეცა ამ შემთხვევაში შესაძლებლობა, რომ ფორუმის პარალელურად, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პარალელურად გამართულიყო ბიზნეს ფორუმი, სადაც საქართველოსთან 30-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას, ძირითადად ექსპორტიორები, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს ამ შემთხვევაში გამახვილებული და ბიზნეს ფორუმიდან ველით, რომ იქნება ძალიან კონკრეტული შედეგები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ბიზნეს სტრუქტურებს შორის, რაც ჯამში გამოიწვევს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. პრეზიდენტი ბიზნეს ფორუმზე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას აქვს განსაკუთრებით ევროკავშირთან ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ.